Menstrual პროდუქტებს რაც შეეხება ვარჯიშის დროს რა თქმა უნდა ყველაზე კომფორტული ტამპონია, თუმცა თუ ტამპონს პირველად იყენებ და თან ვარჯიშზე მიდიხარ, ჯობია რომ ჯერ სახში ცადო ეგ სწორად მოითავსო, გაიარ გამოიარო, თუ ვერ გძნობ ესე იგი სწორად მოითავსე, ვიდრე პირდაპირ ვარჯიშის დროს გაიკეთო. ან მან მნიშვნელოვანი ის არის, რომ ანუ menstruatsiis დროს ასევე ჰიგიენა ორმაგად უნდა დავიცვათ და ანუ უნდა ვიბანაოთ ვარჯიშამდე, ვარჯიშის მერე menstruatsiis დროს, ანუ კიდევ ეგეთი მითი არის საზოგადოებაში, რომ საერთოდ არ უნდა იბანაო. აღარ არ ვიცი საიდან მოდის ეგ თქვენ თუ მეტყვით თუ გაქვთ რამე იდეა. არ იბანაო ძალიან ბევრ რაღაცაზე უცელდება უაზროდ. აი 10 რას რო გაიკეთებ. ასე არ დაიბანო რაღაც უარესი. მარტო ეგ menstruatsiis დროს რა არ უნდა აიცრა, ანუ ისინი რაც დემონიზებულია, ჩემი ახსნა ეგეთია, menstruatsias დემონიზებულია, ნუ რაღაც ამაში. ხო, და მე არაფერი მაგას მოვაკუთრებული არ შეიძლება. იმიტომ რომ მე მგონია цота რომ ეგ ისეთი მართული პროცესი არის, იმიტომ რომ ადვილი არის რა, ანუ ხო, აი menstruatsiis დროს აკრძალვა, მე ადვილი ადამიანებს რაღაცები დააჯერო რა. ესეც მოწყოდი ხარ menstruatsiis დროს წარმოიდგინეთ, შერთხელ მოგდით სისხლი და მაგრას რაღაც ჰიგიენა, ხასიათი გიფუჭდებათ და საინტერესო ის არის, რომ ანუ პირიქით უნდა დაიბანო მაგ დროს უფრო მეტად და უფრო ხშირად, იმიტომ რომ ეს გახრწნილი უჯრედებია ენდომეტრიუმის, სხვათა შორის მაგაში ღეროვანი უჯრედები აღმოაჩინეს, ეხა menstrual სისხლში ენდომეტრიუმი ხო გამოდის გარეთ. და ნუ რა თქმა უნდა მკვდარი უჯრედებია, რა თქმა უნდა სისხლიც მკვდარია და რა თქმა უნდა ბაქტერიების გამრავლების რისკიც მაღალია, საუკეთესო პირობები აქვს ბაქტერიებს, რა თქმა უნდა უფრო მეტად ხშირად უნდა გამოიცვანო საფენები, ტამპონები, ჭიქები და ასე შემდეგ. ანუ მაგიტო ვარჯიშითაც თუ ვარჯიშობთ, ვარჯიშის მერე საფენი, ტამპონი თუ ჭიქა აუცილებლად უნდა გამოიცვალოთ.